ყველას მოგესალმებით, 3 დღეა რაც ვიდეო არ დამიდია და მოკლედ არ მეცალა რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ვიდეოს გადასაღებად და რავი, უბრალოდ ხანდახან თამაშობდი ახალ თამაშს, რომელიც მინდა დღეს ამ სერიაში გაჩვენოთ. ეს არის High Octane Drift-ი, არ არის High Ocean Drift-ი, Octane ქვია, რავი, მე Ocean მეგონა, მაგრამ კაი, მოდით გადავიდეთ, გადავუხვიოთ ამ თემას. ეს თამაში როგორც არ ვიცი, შეიძლება ბევრმა იცის, შეიძლება ბევრმა არ იცის. ეს არის დრიფტის თამაში, მოკლედ. არაჩვეულებრივი თამაში, ანუ მინდა გითხრათ, Steam-ზე არის უფასო და ამიტომ ყველამ შეგიძლიათ იყიდოთ ეს თამაში და იგონკავოთ მეგობრებთან ერთად ყველანაირი პრობლემების გარეშე. და მოკლედ ეს არის ჩემი მანქანა, ორი მანქანა მყავს, მეორესაც გაჩვენებთ. და დღეს ამ სერიაში მინდა გაჩვენოთ მოკლე მიმოხილვა ამ თამაშთან დაკავშირებით. ზოგს მოეწონება, ზოგს არა და ზოგი შემოან, რავი. ეგ უკვე თქვენზეა დამოკიდებული. და რა ვიცი, მოკლედ ეს არის ჩემი ერთი მანქანა, რომელსაც გირჩევთ ყველა მიყიდოთ, იმიტომ რომ კარგად დრიფტაობს. მშვენიერი მანქანა არის, რა თქმა უნდა, აქ მატორებს თუ დაუყენებთ და ასე შემდეგ, თორე სტოკზე არაფერი არ არის ეს მანქანა. გაჩვენებთ ახლა რა მანქანები იყიდება ზოგადად ამ თამაში. იყიდება ეს Mazda RX-8, არა, X8 უფრო სწორად, არ არის კაი მანქანა, მინდა პირდაპირ გითხრათ. ეს უბრალოდ არ დამიტესტია, იმიტომ რომ ახალი ვარ მაინც ამ თამაში და ფული რა თქმა უნდა არა მაქვს იმდენი რომ ბევრი მანქანა ვიყიდო, მით უმეტეს ის რომელიც მილიონები ღირს. ეს არის Supra SLS-ი, ხო, კიდე მინდა გითხრათ ის რომ არის ბევრი მანქანა, რომელიც სინამდვილეში იმ მანქანას არ გავს. ეს SLS-ი მაგალითად ფარები სულ სხვა, სინამდვილეში როგორც აქ, ისეთი არ არის. ასე რომ არ გავს უბრალოდ დიდად. ეს არის Skyline-ი, წინიდან კი გავს, მაგრამ უკნიდან არ გავს, რაღაც სხვანაირი ფარები აქვს. ეს რავი, ამას საერთოდ საუბარი არ არის, არც მახსოვს რომელია. Mustang-ი ასე თუ ისე გავს, მაგრამ მაინც რაღაცით შეცვლილია. GT-R-ზე სიტყვები არ ყოფნის, ისეთი მანქანა არის, მოკლედ. ესეც BMW აქ ფიქრობ რომ ეგრეა, მაინც არ გავს დიდად. აი რაღაცა წინა იმით აქ უნდა გაყოფილი იყოს წესით. მოკლედ გადავიდეთ შემდეგ E30-ზე. ეს მანქანა გავს, არის ყველაფრით უნიკალური, მოკლედ, რავი, როგორც BMW-ს ფანი ისე გეუბნებით. ეს მანქანაც აი სასწაულია ჩემი აზრით ეს მანქანა, მაგრამ აი უბრალოდ ძალიან ბევრი უნდა ჩაადონატოთ და ისე უნდა იყიდოთ. ეს უკვე უბრალო მანქანაა. Camaro ესეც არა გავს დიდად, მინდა გითხრათ. და მოკლედ ესეც Mercedes-ი. უცებ გადავატარებ ხა, იმიტომ რომ არ მინდა ამაზე რავი დიდი დრო დავკარგო, მინდა გავიდე და უბრალოდ Porsche, არაჩვეულებრივი მანქანა. E39-ზე BMW-ზე ლაპარაკი აღარა მაქვს, უბრალოდ არ გავს არანაირად BMW-ს, რატოა ეს გაკეთებული არ ვიცი. ეს Alteza მანქანა, რომელსაც სულ თავიდან გაძლევთ. ეს Nissan-ი მყავს მე, მაგასაც გაჩვენებთ, დატუნინგებული მყავს და ეს 180X-ი, ესეც ჩემი მეორე მანქანა. უკვე რომელიც გაჩვენეთ და მოკლედ ეს მანქანები უკვე დატუნინგებული, მოკლედ მატორი ჩადგმული აქვს უკვე. რავი, დიდად ყველა გასაოცარი არ არის მთლად, მაგრამ აჰა. კაი, მოკლედ პატარა მიმოხილვა იყო ეს მანქანების. ეხლა უცებ გადავიყვან ჩემს Nissan-ზე და მოდით გავიდეთ უბრალოდ fun stuff-ზე, სადაც უბრალოდ შეგვიძლია ვიაროთ მანქანით. და სადაც შეგვიძლია დავტესტოთ რა მანქანა ყავს. მოკლედ ეს ქვევით მაუს თუ ჩამოწევთ, აქ გვიჩვენებს რამდენ პროცენტზეა დაზიანებული მანქანა. გვჭირდება თუ არა პაკრიშკების ყიდვა, სადრიფტავთ, მოკლედ აი აქ მიწერია ბენზინის და პაკრიშკების რაოდენობა და ასევე ზეთი. მოკლედ ყველაფერი მაქვს ნაყიდი, მომზადებული ვარ ეგრე ვთქვათ ვიდეოსთვის და ეხლა მოდით შევიდეთ აქ პირველ fun stuff-ზე და დავტესტოთ ჩვენი. აჰა. ესეც ესე შემოვედით fun stuff-ზეც და მოკლედ ეს არის ჩემი Nissan-ი.
ესეთი მშვენიერი მანქანა ყავს, რავი, ჩემი აზრით ძალიან მაგარ ვიცია. დრიფტაობს კიდე ძალიან მაგრა. რავი, შემიფასეთ როგორი მანქანა მყავს, შეიძლება ზოგს მოეწონოს, ზოგს შეიძლება არ მოეწონოს. დამიჩნდა ძვირია მანქანის გაკეთება, მაგრამ რავი, ცოტა ვიგონკავე და ავაგროვე ფული. რავი, მოკლედ ეს არის fun stuff, ისაც შეგიძლიათ შემოხვიდეთ. უბრალოდ free roam-ის პონტია და არც მოტორი გიფუჭდებათ და არც არაფერი და შეგიძლიათ ადრიფტაოთ და დატესტოთ თქვენი მანქანა, ან თუნდაც გახურდეთ. რავი, აქ თამაშობს ეგრევე ხალხი, მოკლედ, იმიტომ რომ ონლაინია, Steam-ზე მაქვს ნაყიდი, როგორც უკვე ვთქვი. ვაი, რაღაც გამილაგასავით და იმას დავარტყი რატომღაც. ამასაც ჩემნაირი მეორე მანქანა ყავს და იქით Nissan-ი, კიდე ერთი რომელსაც დავარტყით. ცოტა რაღაც მილაგავს ვიდეოს რო ვიღებ. ოპა, შემოსკდა. ამას რა კაი ვიცი ყავს მანქანა. აქედან შეგვიძლია ასევე მოვიწიოთ ნებისმიერი მოთამაშე რბოლაზე, შეგვეჯიბოს დრიფტში. და რავი, ამ თამაშის მინუსი იმას გეტყვით, რომ ნუ ჩემი აზრით ეს არის ამ თამაშის მინუსი. იმიტომ რომ ამ თამაშს არ გააჩნია ეგრეთ ვთქვათ განვითარება უფრო არ ამგონია, მაგრამ აი თუ იყიდით კაი მანქანას, მერე უბრალოდ უნდა იდრიფტაოთ, ძალიან ბევრი მანქანა არ არის და ასევე კიდე ის რომ რავი, ვინილები არ აქვს ბევრი მანქანას, ვინილი ანუ მთლიანად რო შეღებოთ რამე კაი ვინილად, მოკლედ ვერ აგიხსნით უბრალოდ სხვანაირად და ასევე მაპები არ არის აგონკაო ბევრი, სულ რაღაც არის 3 მაპი. აჰა. აქ ვიღაცას ძალიან მაგარი მანქანა ყავს. BMW იყო E30, აი. მოკლედ ძალიან მაგარია, უეჭველი, დონატერიან, რავი, დიდი ხანი აგროვებ და ფულს. მოდით ესე გვერდზე ჩაუყენოთ ჩვენც. იმედი არ შევასკდებით. ეს სუპრა არ შეგვასკდება. ეს სუპრა მოკლედ თამაშობს აქ მთელი დღე არის და ეს BMW-ც მოკლედ, იმიტომ რომ რავი, წინაზე ჩემოვედი და აქ იყვნენ. ხა გაჩვენეთ ამ მანქანის სალონს, აი ესეთი ბანძი სალონი აქვს, მოკლედ არ გამოირჩევა ეს თამაში არც სალონით. ყველა მანქანას ერთი და იგივე აქვს. ასე რომ დიდად სალონით ეს თამაში არ გამოირჩევა. შეგიძლიათ ითამაშოთ ეს თამაში რულით. მე ხა რული არ მაქვს შეერთებული, იმიტომ რომ დიდად არ დრიფტაობ და არც მინდა რულის ხომ შეგაწუხათ ამ ვიდეოში და რავი, იმიტომ აქ ეხა კლავიატურა. თორე ისე რულით ვთამაშობ ხოლმე, მეც რა ატომღაც გამილაგა. მოკლედ რავი, დღეისთვის სულ ეს მინდოდა მეჩვენებინა, მინდოდა ამ თამაშის პატარა მიმოხილვა გამეკეთებინა, ეგრეთ ვთქვათ, იმიტომ რომ ხშირად გადავიღებ ხოლმე ამ თამაშს, მოკლედ Luxona TV-სთან ერთად, ჩემს მეგობართან და ასევე Morgames-თან ერთად გადავიღებ ხოლმე ამ თამაშს. და რავი, იმედია მოგეწონებათ და დაწერეთ კომენტარებში, როგორ მოგეწონათ ეს თამაში და თუ მოეწონა ბევრს, აუცილებლად გადავიღებ. ვადრიფტავებ კიდეც, რავი, აი როგორც ხედავთ, კარგად დრიფტაობენ ესენი, ჩვენც რავი, ცუდად არ დრიფტავთ და მოდი აი მათ ეხლა ლამაზად ჩავუყენოთ ესე, ან არა, მაინც ერთი წამით. რაღაც პატარაზე მილაგავს აქ თან ბევრი ხალხი რო არის შემოსული. ფაქტიურად სავსეა სერვერი და აი ესე ელეგანტურად ჩავუყენოთ, რავი. რაც კალაგა. აჰა. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, დალაიქეთ, დააკომენტარეთ, მითხარით რა თქმა უნდა, მოგწონთ თუ არა ეს თამაში, გადავიღოთ თუ არა, რავი, ვისაც გინდათ ჩაიწერეთ Steam-დან, უფასო არის და შეგეძლევათ ჩემთან ერთად თამაში, ოღონდ როგორც კი შემოხვალთ ამ თამაში, აირჩიეთ ქალაქი ევროპა, ქალაქი არა ევროპა, მაგრამ აირჩიეთ ევროპა. და მომძებნეთ, მოკლედ მეგობრებს დამიმატეთ, Sony დეფორმა წერია გადაბმულად, S და D დიდი ასოებით მოკლედ. რავი, დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ ეს თამაში და დაწერეთ კომენტარებში მოგეწონათ თუ არა და გადავიღო კიდე თუ არა. დღეისთვის სულ ეს იყო და ნახვამდის.